დღეს ვისაუბრებთ ცხოვრებისეულ მატრიცაზე და თუ რას წარმოადგენს ის. რა არის მატრიცა ეზოთერული და ფილოსოფიური გაგებით? მატრიცა არის რეალობის აღქმის ხელოვნური ან ილუზორული სისტემა, რომელშიც ადამიანი ჩაფლულია. ეს არის ერთგვარი პროგრამა, რომელიც აყალიბებს ჩვენს აზროვნებას, არჩევანს, ქცევას და სამყაროს აღქმას. სხვა სიტყვებით, ეს არ არის რეალობა, არამედ სამყაროს ხატი, რომელიც ჩვენ რეალური მიგვაჩნია და რომელიც მოგვახვიეს თავს სოციალური ნორმების, შიშების, მედიის, შემზღუდველი შეხედულებები, აზროვნების და სტერეოტიპების მეშვეობით. როგორ მუშაობს მატრიცა? მატრიცა პირდაპირ არ აკონტროლებს ჩვენს ქმედებებს, მაგრამ ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ, რა მიგვაჩნია შესაძლებელი, ვის ვუსმენთ, რისი გვჯერა. მაგალითად, რაღაცის მისაღწევად ტანჯვა უნდა გაიარო. დიპლომის გარეშე შენ არაფერს წარმოადგენ. სტაბილურობა ეს არის, როდესაც 30 წლის განმავლობაში მუშაობ ერთ ადგილას. შიში, როგორც მართვის ინსტრუმენტი, მომავლის, ფულის, ჯანმრთელობის, იმაზე თუ რას იტყვენ ჩვენს ირგვლივ მყოფები. მატრიცა აჩერებს ადამიანს დაბალ ვიბრაციებში. შიში სისტემის საწვავია.